დაგანებებს ღმერთი თავს მანამდე სანამ არ გაცხონებს. ამიტომ ნუ წუწუნებ, როდესაც პრობლემები გაქვს. ნუ წუწუნებ, როცა განსაცდელები გაქვს. ნუ წუწუნებ, როცა ისი არ გამოგდის, როგორც შენ გინდა. ნუ წუწუნებ, რომ ღმერთი მიუხედავად იმისა, შენ ამბობ იყავ ნება შენიო, ნუ წუწუნებ იმაზე, რომ შენი ნება როა ღმერთი იმას არ აღასრულებს. ჩვენ გვინდა, რომ ღმერთო ჩვენი ნება აღასრულოს. ნუ წუწუნებ, რომ ესე არ არის. არ დაგანებებს ღმერთი მოსიყვარულე მამა თავს. ვიდრე მდის, ზეცად აგიყვას. განსასწრელი ტკივილი, მერე წამოდგომა, დაცემა, რაღაცა კაცო რა უნდა, კაცი მარხულობდა, ლოცულობდა, ღვაწლში იყო, ანგელოზია რა. ეცხადება ანგელოზს დევნება, შენი ღვაწლი საზღარია ღვთისმაშე და შეიძლება შეღაღადო, ხო და ეგრეთ აბა რა უნდა ღმერთი შენგან? რა უნდა ღმერთი? ყველაფერს აკეთებს სულანათონელი, ხო? ყველაფერს. საზღარია ღვაწლი შენი, ღვაწლი მისი ღვთისმაშე. აბა რა ვქნა მეტი?